ხო, კიდე კითხვა გაგიჩნდებათ აუცილებლად ესეთი მოკლე იარაღის ტარებით უფორმდება, იმიტომ რომ 52 სანტიმეტრი, ანუ დაშვებულ ზომაზე 2 სანტიმეტრით მეტია, ასე რომ ესეთი იარაღი შეგიძლიათ იყიდო ატაროთ. წონა ექნება სადღაც კილო და 700, მეტი არ იქნება, იმიტომ რომ ძალიან მსუბუქია, მოულოდნელად მსუბუქია, ხელში რო გიჭირავთ, გონიათ რომ რაღაცა ძალიან ისეთი ცალი ხელთაც ადვილად ისვით ამას. ნახეთ ავტომატური არ არის. ეხლა რა მომწონს იარაღში? იარაღში მომწონს ის, რომ ორივე მხარესაა გადასატანი, ანუ ცაცია თუ ხართ, მარცხენათი, მარჯვენათი იხმართ. წველი, გახსნა, დაკეტვა ორივე მხარესაა აქ იარაღს, აქედანაც, იქიდანაც. აი აქ ეგეთი ბერკეტი ჩამოწევ და ეს მოძრაობს. აი უყურეთ, აი ამ ბერკეტს ჩამოწევთ და ეს მოძრაობს, რამოდენიმე მდგომარეობა აქვს. სულ ბოლომდე რომ გაშალოთ არის ესეთი. და ესე დაიჭერთ. კიდევ ერთხელ ვთქვი, შესახედავად შეიძლება თქვათ, რომ არ არის ვიზუალურად ლამაზი, მაგრამ არის მოსახერხებელი და ძალიან მსუბუქი, საოცრად მსუბუქია რა. ანუ აი ეს ფრთებივით რო აქვს, სროლის დროს არ მოძრაობს. ანუ მარტო გადატენაზეა. აი ეს უყურეთ, გადატენა უკან მიაწვა. მაგრამ მე აი თითით რო დავიჭირო, ეს პლასმასი ესე მოძრაობს რა. ანუ როგორ რაღაცა თვითონ ღერძი შიგნით რაც ადევს, ეს გადასატენის